ახსენდება, რომ იქ ძალიან დიდი მოგრძალებული ის არის მსახურებები, ვინც ათონზე ყოფილ ვართ. განძრევაც კი მოგერიდება, რომ ისეთი მოგრძალებულია, ისეთი რომ რაღაც არ დაარღვიო, დიდი ბრძალა და ერთ-ერთი ლოცვის დროს სახარებას რო გამოაბრძანებენ სახარებ წირვის დროს, სახარებით რო გამოდის ღვთელიც, სანთელი მიუძღვის. ეგ სახარება ნიშნავს, რომ ამ ვიხსენებთ ქრისტეს ქადაგებას, რომ ქრისტე იწყებს ქადაგებას, ეს მაგის სიმბოლოა და წინ მოუძღვის სანთელი. ეს ნათლისმცემლის სიმბოლოა, რომ წინამორბედი უფალი ესო ქრისტეს და რო გამოდიოდა ეს სახარების დროს, უცბად ერთი ცელკი ბავშვი, ისეთი ცელკი ბავშვი იყო იქ ერთი ბერძენის მამას ყავდა ჩამოყვანილად, რომ მივარდა ამ ათონზე და ართმევს ამ სანთელს ესე. ხო და ჩაკიდა ართმევს და ამბერმა მისცა ეს სანთელი, აი წაიღე ოთხა და წააღებინა, ესე იგი მივიდა ამ ბავშვმა დადგა შუაში და ესე არ გაბრაზდა ეს